დღეს მინდა ვისაუბრო სიმართლე დროპშიპინგის შესახებ, როგორ მუშაობს ის სინამდვილეში და რატომ ფლავდებიან დამწყებთა უმეტესობა პირველი გაყიდვის განხორციელებამდე. ბევრი ადამიანი თვლის, რომ დროპშიპინგ Shopify მაღაზიის გასახსნელად მხოლოდ $1 სჭირდება, მაგრამ რეალობა სრულიად განსხვავებულია. ამ ვიდეოში მიახსნით თუ რას მოითხოვს სინამდვილეში დროპშიპინგი, ყველაზე დიდი სტერეოტიპები, რომელსაც ადამიანებს სჭირათ და რატომ გადადიან ციფრულ დროპშიპინგზე. ასე რომ თუ ონლაინ ბიზნესის დაწყებაზე ფიქრობ, ეს ვიდეო დაგეხმარება გაიგო თუ როგორ მუშაობს სისტემა სინამდვილეში. დროპშიპინგის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი ის არის, რომ შეგიძლია მხოლოდ $1 დაიწყოთ. ხალხი ხედავს ისეთ რეკლამებს, როგორიცაა გახსენი Shopify მაღაზია $1 და გამოიმუშავე ფული ონლაინ. და ამის გამო ბევრი დამწყები თვლის, რომ დროპშიპინგი ასე მუშაობს. შენ ხსნი Shopify მაღაზიას, ამატებ პროდუქტს, გაუშვებ რამდენიმე რეკლამას და უცებ იწყებ ფულის გამომუშავებას. მაგრამ რეალობა ისაა, რომ დროპშიპინგი რეალური ბიზნეს მოდელია და ნებისმიერი ბიზნესის მსგავსად ის მოითხოვს სტრატეგიას, უნარებს და სწორ დაყენებას. სანამ ადამიანები დროპშიპინგს დაიწყებენ, ისინი როგორც წესი სოციალურ მედიაში ბევრ რაიმეს ისმენენ, რაც ბიზნესს ძალიან მარტივად აჩენს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი ის არის, რომ ფულის გამომუშავების დასაწყებად მხოლოდ Shopify და ერთი პროდუქტი გჭირდება. ბევრი ადამიანი თვლის, რომ თუ ისინი გახსნიან Shopify მაღაზიას და ამატებენ ერთ პროდუქტს და გამოუშვებენ მას, გაყიდვები ავტომატურად დაიწყება. კიდევ ერთი სტერეოტიპი ის არის, რომ დროპშიპინგი სრულად ავტომატიზირებულია. ხალხი ფიქრობს, რომ მაღაზიის შექმნის შემდეგ ყველაფერი თავისით მიდის, შეკვეთები, მარკეტინგი და მოგება. და მესამე სტერეოტიპი ის არის, რომ წარმატება ადვილი და სწრაფია. ისინი თვლიან, რომ რამდენიმე დღეში ან კვირაში ისინი დიდი ძალისხმევის გარეშე დაიწყებენ $1000 დოლარის მაგრამ სიმართლე სულ სხვაა. დროპშიპინგი კვლავ რეალური ბიზნეს მოდელია და ნებისმიერი რეალური ბიზნესის მსგავსად ის მოითხოვს კვლევას, ტესტირებას, კონტენტის შექმნას და მარკეტინგულ უნარებს. თუ ვინმე ბიზნესში ამ სტერეოტიპების რწმენით შედის, ისინი როგორც წესი ძალიან სწრაფად იმედგაცრუებულები რჩებიან, რადგან ხვდებიან, რომ კულისებში ბევრად მეტი ხდება. ასე რომ თუ დროპშიპინგი მხოლოდ Shopify-ს და ერთ პროდუქტს არ წარმოადგენს, რა უნდა დაიწყოს სინამდვილეში. პირველი რაც უნდა გააკეთო არის შენი Shopify მაღაზიის სწორად გახსნა. ეს ნიშნავს არამხოლოდ ანგარიშის გახსნას, შენ უნდა შექმნა პროფესიონალური იერსახის მაღაზია, შექმნა პროდუქტის გვერდები, დააყენო გადახდები და დაარწმუნე, რომ ყველაფერი შეუფერხებლად მუშაობს. მეორე რაც გჭირდება არის დომენის სახელი. დომენი შენს მაღაზიას სანდო და პროფესიონალურ იერსახეს სცენს. მომხმარებლები გაცილებით უფრო მეტად ყიდულობენ ისეთი მაღაზიიდან, რომელსაც აქვს ნამდვილი ბრენდის სახელი და არა შემთხვევითი ნაგულისხმობი მაღაზიის URL-ი. დომენის მაგალითი არის amazon.com, ebay.com. ანუ საიტის სახელი, რომელიც საძიებოში იძებნება შენი მაღაზიაა. და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბეჯი არის პროდუქტის კვლევა. სწორედ აქ უშვებენ შეცდომას ბევრი დამწყები. ყველა პროდუქტი არ გაიყიდება, ამიტომ შენ უნდა გაანალიზო ბაზარი და იპოვო პროდუქტი, რომელიც წყვეტს პრობლემას, იპყრობს ყურადღებას და აქვს მაღალი მოთხოვნა. ეს არის რამდენიმე ფუნდამენტური ნაბიჯი, რომელიც ყველა დროპშიპინგის ბიზნესს სჭირდება მარკეტინგზე ფიქრის დაწყებამდეც კი. დროპშიპინგის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კონტენტის შექმნაა. დღესდღეობით პროდუქტის უმეტესობა ვიზუალური კონტენტის საშუალებით იყიდება. განსაკუთრებით მოკლე ვიდეოებით, როგორიცაა Reels-ი ან TikTok ვიდეოები. ეს ნიშნავს, რომ შენ უნდა შექმნა კონტენტი, რომელიც ნათლად აჩვენებს პროდუქტს და ადამიანებში ინტერესს იწვევს მის მიმართ. შენი პროდუქტის კონტენტის ხარისხი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან უკეთესი ვიდეოები და ფოტოები როგორც წესი უფრო მაღალ კონვერსიებსა და გაყიდვებზე მეტ იწვევს. ზოგიერთი გამყიდველი უკვეთავს პროდუქტს და ქმნის საკუთარ ვიდეოებს. სხვები მუშაობენ UGC კრეატორებთან, ზოგი კი იყენებს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს კონტენტის გენერირებისთვის. და ბოლოს შენ ასევე გჭირდება მარკეტინგული სტრატეგია. არ არის საკმარისი მხოლოდ რეკლამების შემთხვევითი განთავსება ან გაშვება. შენ უნდა გესმოდეს თუ როგორ მიიპყრო ყურადღება, აცნობა პროდუქტის ღირებულება და დაარწმუნო ადამიანები ყიდვაში. დროპშიპინგის ერთ-ერთი ყველაზე უგულებელყოფილი საიდუმლო ის არის, რომ შენი პროდუქტის ვიდეოებსა და ფოტოებში გარეგნობა პირდაპირ გავლენას ახდენს გაყიდვებზე. ადამიანები არა მხოლოდ პროდუქტებს ყიდულობენ, ისინი ყიდულობენ ნდობას, აღფრთოვანებას და სურვილს. თუ შენი პროდუქტის ვიზუალი დაბალი ხარისხის, ბუნდოვანი ან მოსაწყენია, შესანიშნავი პროდუქტის გაყიდვაც კი გაგიჭირდება. სწორედ ამიტომ ბევრი წარმატებული დროპშიპინგის მაღაზია ფოკუსირებულია მაღალი ხარისხის პროდუქტის სურათებზე, მოკლე ვიდეოებსა და მომხმარებლის მიერ გენერირებულ რეალურ კონტენტზე. პროდუქტის დამოუკიდებლად შეკვეთა და რეალური ვიდეოების შექმნა ხშირად საუკეთესო მიდგომაა, რადგან ეს აჩვენებს ავთენტურობას. ალტერნატიულად შეგიძლია გამოიყენო UGC ან ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოები მიმზიდველი კონტენტის შესაქმნელად. გახსოვდეს, 2022 წელს შენი ვიზუალური კონტენტი შენი ყველაზე ძლიერი გაყიდვების ინსტრუმენტია. უკეთესი კონტენტი უდრის უფრო მაღალ კონვერსიას. დროპშიპინგის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი პროდუქტის კვლევაა. ბევრი დამწყები ვერ ახერხებს, რადგან ისინი შემთხვევით ირჩევენ პროდუქტებს ან მიჰყვებიან ტენდენციებს ბაზრის გაგების გარეშე. თუმცა წარმატებული დროპშიპინგის მაღაზიები ყურადღებით აანალიზებენ თუ რა სურთ ადამიანებს სინამდვილეში. კარგი პროდუქტის კვლევა ნიშნავს ისეთი ნივთების ძიებას, რომლებიც წყვეტენ რეალურ პრობლემას, ვიზუალურად მიმზიდველია ვიდეოები
ვიდეოებისა და რეკლამებისთვის აქვს დადასტურებული მოთხოვნა ბაზარზე. სათანადო კვლევის გარეშე საუკეთესო კონტენტი ან მარკეტინგული სტრატეგიაც კი არ დაგეხმარება. თავად პროდუქტი სასურველი უნდა იყოს, რადგან შენი რეკლამები მხოლოდ იმ შემთხვევაში გარდაქმნის ადამიანებს, თუ პროდუქტი არის ის, რის ყიდვაც მათ ნამდვილად სურთ. გახსოვდეს, დროპშიპინგში სწორი პროდუქტის არჩევა ბრძოლის ნახევარია. დროპშიპინგის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმართლე შემდეგია: მარკეტინგი ყველაფერია. შეგეძლია გქონდეს შესანიშნავი პროდუქტი და საოცარი კონტენტი, მაგრამ თუ მას არავინ ხედავს, გაყიდვებს ვერ განახორციელებ. მარკეტინგი არის ის, რაც შენს პროდუქტს მოგებად აქცევს. სწორედ ამიტომ წარმატებული დროპშიპერები ფოკუსირდებიან ყურადღების მიმზიდველი კონტენტის შექმნაზე, ჰუკების გამოყენებასა და ადამიანების მოწოდებაზე მოქმედებისკენ. გამორჩეული გაყიდვების პოპულარიზაცია შემთხვევით არ ხდება, ეს არის შემდეგი ფაქტორების კომბინაცია: ძლიერი კონტენტი, რომელიც იზიდავს მაყურებელს, თანმიმდევრულობა აუდიტორიის ინტერესის შესანარჩუნებლად, სტრატეგიული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავს სწორ ადამიანებს სწორ დროს. გახსოვდეს, დროპშიპინგის ბიზნესი მარკეტინგის გარეშე უბრალოდ მაღაზიაა, რომელიც იღბალს ელოდება. მარკეტინგი ქმნის მოთხოვნას, ამყარებს ნდობას და ზრდის გაყიდვებს. ორგანული მარკეტინგი შენი დროპშიპინგის მაღაზიის პოპულარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, თუმცა ბევრი დამწყები მას სწორად არ იყენებს. ორგანული მარკეტინგის წარმატების გასაღები არის ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც შენს აუდიტორიას დაუკავშირდება. მოკლე ვიდეოები, როგორიცაა Reels-ი, იდეალურია ამისთვის, რადგან მათ შეუძლიათ ათასობით ადამიანის მიღწევა რეკლამაზე $1 დახარჯვის გარეშე. ორგანული მარკეტინგის ეფექტურობისთვის შენ უნდა გაამახვილო ყურადღება შემდეგზე: ჰუკი, ყურადღების მიპყრობა პირველი რამდენიმე წამებში. Call to action, უთხარი მაყურებელს რა უნდა გააკეთოს შემდეგ, მაგალითად, შენი მაღაზიის მონახულება ან ბიოში ბმული შემოწმება. თანმიმდევრულობა, რეგულარულად გამოაქვეყნე პოსტები, რათა შენი აუდიტორია ხშირად ხედავდეს შენს ბრენდს. სწორად შესრულების შემთხვევაში ორგანული მარკეტინგი ამაღლებს ნდობას, ზრდის ჩართულობას და ზრდის რეალურ გაყიდვებს. ხშირად ფასიან რეკლამებზე უკეთ. ფასიანი რეკლამა, ანუ არაორგანული მარკეტინგი. წარმატებული დროპშიპინგის ბიზნესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ორგანული მარკეტინგისგან განსხვავებით, ფასიანი რეკლამების საშუალებას გაძლევს ისირად მიაღწიოს შენს სამიზნე აუდიტორიას და უფრო სწრაფად გააფართოვოს შენი მაღაზია. აქ მოცემულია საფუძვლები, რომლებიც ყველა დამწყებმა უნდა იცოდეს. კამპანიის ორგანიზება, შენ უნდა დააორგანიზოს სწორად კამპანიები, მკაფიო მიზნებით, როგორიცაა კონვერსიები ან ტრაფიკი. კრეატიული მასალები, გამოსცადე სხვადასხვა ფორმატი, როგორიცაა Reels-ები, კარუსელის რეკლამები ან ცალკეული სურათები, რათა ნახო, რომელი მუშაობს საუკეთესოდ. დღევური ბიუჯეტი, დაიწყე მცირედით, ჩვეულებრივ დაახლოებით $10-დან $20 დღეში და რამდენიმე კამპანია. გაზარდე შედეგის დანახვისას, რომელიც იმუშავებს. ტესტირება და მოთმინება, მიეცი თითოეულ კამპანიას რამდენიმე დღე, სანამ შეაფასებ ეფექტურობას, გაჩერდები ძალიან ადრე. ფასიან რეკლამას შეუძლია დიდი განსხვავება შექმნას, მაგრამ თუ არ გესმის საფუძვლები, რისკავ ფულის სწრაფად დაკარგვას. მთავარია ტესტირება, ანალიზი და მასშტაბირება. თუ რეკლამა არასდროს არ გაგიშვია და გამოცდილება არ გაქვს, გირჩევ ნუ დაიწყებ შენით, რადგან 90% შემთხვევაში უბრალოდ ფულს დაკარგავ. ხალხი რეკლამების გაშვებას თვეების სწავლობს, დებს ფინანსებს. ვინაიდან სწავლა მხოლოდ ყურება არ არის, ეს არის ტესტირება და ნახვა რა მუშაობს და როგორ მუშაობს. ასე რომ თუ გინდა რეკლამის გაშვება და არ იცი როგორ, გირჩევ მცოდნე დაიხმარო. ჩვენ მივედით უკვე აქამდე. გჭირდებათ Shopify-ის გასახსნელად $1, შემდეგ უკვე გჭირდებათ დომენის ყიდვა, რაც Shopify-ზე დაახლოებით $10-დან $20-მდეა. სხვა საიტებზე შეგიძლიათ შედარებით იაფადაც იყიდოთ, მაგალითად $5-დან $10-მდე. ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ იმისთვის, რომ პროდუქტი გავაყიაროთ, გჭირდება ვიდეოების დადება სოციალურ მედიაში. ამის გასაკეთებლად არის ერთი გზა, რომ გამოვიწეროთ პროდუქტი და ჩვენ გადავიღოთ, ან დავიქირავთ UGC კრეატორი, ანუ UGC კრეატორს უგზავნით ჩვენს პროდუქტს. თუ დამწყები კრეატორია, მხოლოდ ამ პროდუქტის გაგზავნის შემთხვევაში შეუძლია რომ ვიდეო გადაგიღოს, თუ არა და უკვე ფულის დამატებაც არის ხოლმე საჭირო, თუ უკვე გამოცდილება აქვს. თუ არა და უკვე გვჭირდება AI ხელსაწყოები, რომელიც ასევე ფასიანი არის, რომელიც ვიდეოს აგენერირებს. ახლა, როდესაც პროდუქტს, კონტენტსა და მარკეტინგს განვიხილავთ, მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ ფლავდება დამწყებთა უმეტესობა დროპშიპინგში. პირველი მიზეზი არასწორი პროდუქტების არჩევა. ბევრი დამწყები ირჩევს შემთხვევით ნივთებს ან მიჰყვება ტენდენციებს, მოთხოვნის ან მომხმარებლის ინტერესის შესწავლის გარეშე. საუკეთესო მარკეტინგის კი ვერ გადაარჩენს ცუდ პროდუქტს. ირჩევენ პროდუქტს, რაც უკვე დიდი ხანია იყიდება, ასევე არის მაღაზიებშიც. ხალხისთვის უფრო მარტივია ყიდვა იქ, სადაც ენდობა. ახლა ბიზნესებს ბევრი არ ენდობა, რადგან არ არის საკმარისი ცნობადობა, რეკომენდაციები და ასე შემდეგ. თუ შენ ირჩევ ისეთ პროდუქტს, რაც უკვე დიდი ხანია იყიდება და ისეთ ბრენდს აქვთ, რომლის შესახებ ბევრმა იცის, ჩათვალე, რომ ჩაფლავება გარდაუვალია. მეორე მიზეზი სუსტი მარკეტინგია. ზოგიერთი დამწყები იშვიათად აქვეყნებს პოსტებს, არ იყენებს ჰუკებს ან CTAs და არ უშვებს რეკლამებს ტესტირების გარეშე. ძლიერი მარკეტინგის გარეშე შესანიშნავი პროდუქტებიც კი არ იყიდება. და მესამე მიზეზი დაბალი ხარისხის
საიტის დიზაინია. თუ შენი მაღაზია არაპროფესიონალურად გამოიყურება, აქვს არეული პროდუქტის გვერდები ან დაბამბნეველი ნავიგაცია, ხალხი არ ენდობა მას და არ იყიდის. ეს მარტივი ლოგიკაა. შენ თუ არ იყიდე მსგავსი საიტიდან, სხვა რატომ იყიდის? მოკლედ, დამწყებთა უმეტესობა ვერ ახერხებს, რადგან ისინი უგულებელყოფენ კვლევას, მარკეტინგულ სტრატეგიას და პრეზენტაციას. სწორედ ამიტომ, მაშინაც კი თუ დროპშიპინგი ონლაინ მარტივად გამოიყურება, ის სინამდვილეში ნამდვილი ბიზნესია, რომელიც მოითხოვს უნარებს და ყურადღებას. ახლა, როდესაც ვნახეთ, თუ რატომ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი დროპშიპინგი რთული, მოდით წარმოვიდგინოთ უკეთესი მოდელი, ციფრული დროპშიპინგი. ფიზიკური პროდუქტების ნაცვლად შენ ყიდით ციფრულ პროდუქტებს, როგორიცაა ელექტრონული წიგნები, სახელმძღვანელოები, შაბლონები, ვიდეო კურსები, დამგეგმავები ან მოკლე შინაარსის პაკეტები. საუკეთესო ნაწილი, შენ არ გჭირდება ვიდეოების ჩაწერა, სახის გამოჩენა ან ყველაფრის ნულიდან შექმნა. შეგიძლია ხელახლა გამოიყენო უკვე შექმნილი ვიდეოები ან კონტენტი და უბრალოდ დააწერო ტექსტი, ჰუკი, ღირებულება და ბოლოს CTA. ასევე შეგიძლია გამოიყენო ChatGPT კონტენტის ჰუკების, CTA-ის წარწერების ან თუნდაც პროდუქტის იდეების გენერირებისთვის. შენ მხოლოდ უნდა იცოდე, როგორ გამოიყენო ChatGPT სწორად და პრომპტი გაუგზავნო სწორად. ეს მოდელი წყვეტს ჩვეულებრივ დროპშიპინგის მრავალ პრობლემას. არ არის მიწოდება, არ არის ინვენტარი, არ არის პრობლემები მომწოდებლებთან და ერთი პროდუქტის გაყიდვა შესაძლებელია შეუზღუდავად. ყურადღება გადადის მარკეტინგზე, კრეატიულობაზე და რეალური ღირებულების მიწოდებაზე, ლოჯისტიკის ნაცვლად. და აი რამდენიმე დასტური. ჩემი სტუდენტები უკვე წარმატებით ყიდიან ციფრულ პროდუქტებს. ზოგი მათგანი პირველ გაყიდვებს რამდენიმე კვირაში ახორციელებს და თანმიმდევრულად აფართოებს. სწორედ ეს არის ის, რაც დამწყებებს ჩვეულებრივ დროპშიპინგში უჭირთ, თუმცა ციფრულ დროპშიპინგში შედეგებს უფრო სწრაფს, მარტივს და პროგნოზირებაც ხდის. ციფრული დროპშიპინგის ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა პროდუქციის მრავალფეროვნებაა, რომლის გაყიდვაც შეგიძლია ყველაზე პოპულარული ციფრული პროდუქტებიდან. ზოგიერთი მოიცავს ელექტრონულ წიგნებს, შაბლონებს, სახელმძღვანელოებს და ონლაინ კურსებს. ელექტრონული წიგნების საშუალებას გაძლევს გაუზიარო ცოდნა ან გადაჭრა კონკრეტული პრობლემები ადამიანებისთვის. შაბლონები ეხმარება სხვებს დროის დაზოგვაში, რადგან მათ მზად დიზაინის ან სისტემების მიწოდებაში ეხმარება. გაიდები კონკრეტული მიზნის მისაღწევად ეტაპობრივ ინსტრუქციებს იძლევა და ონლაინ კურსების საშუალებას გაძლევს სტრუქტურირებული გზით ასწავლო უნარები და ღირებული ინფორმაცია. ციფრული პროდუქტების ძლიერი მხარე ის არის, რომ შეგიძლია შექმნა ისინი ერთხელ და გაყიდოს შეუზღუდავად ინვენტარზე ან მიწოდებაზე ფიქრის გარეშე. ონლაინ რეჟიმში შეგიძლია გაყიდო ციფრული პროდუქტების მრავალი სახეობა და მათზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. მაგალითად, დამგეგმავები ძალიან პოპულარულია, რადგან ადამიანები მათ იყენებენ თავიანთი მიზნების პროდუქტიულობისა და ყოველდღიური ამოცანების ორგანიზებისთვის. კიდევ ერთი მაგალითია რილსები ან მოკლე ფორმის კონტენტის პაკეტები. ბევრ შექმნელსა და ბიზნესს სჭირდება მზა კონტენტი, რომლის განთავსებაც შეუძლიათ სოციალურ მედიაში, ამიტომ ამ პროდუქტებს შეუძლია ძალიან კარგად გაყიდო. მეც ასევე ვიყიდე რილსების ნაკლები, რომელსაც ვიყენებ კონტენტისთვის და ჩემი სტუდენტებიც სწორედ ამ რილსებს იყენებენ. შაბლონებზეც დიდი მოთხოვნაა, ეს შეიძლება მოიცავდეს Canva შაბლონებს, CV შაბლონებს, სოციალური მედიის დიზაინსა და ბიზნეს დოკუმენტებს, რომლებიც ეხმარება ადამიანებს დროის დაზოგვაში. და ბოლოს, გაიდები, ეტაპობრივი ინსტრუქციები, რომლებიც ეხმარება ადამიანებს კონკრეტული პრობლემის გადაჭრაში ან ახალი უნარის შესწავლაში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბევრი მეწარმე ციფრულ დროპშიპინგზე გადადის, არის მისი უპირატესობებით ჩვეულებრივ დროპშიპინგთან შედარებით. პირველ რიგში მიწოდება არ ხდება, რადგან პროდუქტი ციფრულია, მომხმარებლები მას შეძენისთანავე იღებენ მეილზე. მეორე, მარაგი არ არის, შენ არ გჭირდება პროდუქციის შენახვა ან მარაგზე ფიქრი, ვინაიდან ციფრული პროდუქტის კოპიერება ხდება გაგზავნისას. მესამე, ციფრულ პროდუქტებს მაღალი მოგების ზღვარი აქვს, რადგან პროდუქტს შექმნის შემდეგ მისი გაყიდვა უსასრულოდ შეიძლება. შეგიძლია შექმნა ერთხელ უფასო და ნიყიდო ერთხელ გადაყიდვის ლიცენზიით. ერთი გაყიდვა და ინვესტიცია დაფარულია, მეორე გაყიდვა და უკვე მოგებაში ხარ. და ბოლოს, ციფრული დროპშიპინგი მასშტაბირებადი და გლობალურია. შენ შეგიძლია შენი პროდუქტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიჰყიდო ადამიანებს, ლოჯისტიკაზე ფიქრის გარეშე. ასევე არ გჭირდება ფასიანი რეკლამები, გჭირდება ორგანული მარკეტინგის ცოდნა. ეს უპირატესობები ციფრულ დროპშიპინგს უფრო მარტივ და მოქნილ ბიზნეს მოდელად აღწევს, განსაკუთრებით დამწყებთათვის. თუ გსურს ციფრული დროპშიპინგის სრული სისტემის ეტაპობრივი შესწავლა, ყველაფერს ჩემს ციფრული დროპშიპინგის აკადემიაში აგიხსნი და რადგან ეს ვიდეო ნახე ჩემი გამომწერებისთვის სოციალური ფასდაკლების კოდი შევქმნი. კურსზე 30%-იანი ფასდაკლების მისაღებად. გამოიყენეთ კოდი დანიელ ქობალია. თუ მზად ხარ ციფრული დროპშიპინგის მოგზაურობის დასაწყებად, ამ კოდის გამოყენება ნებისმიერ დროს შეგიძლია. რეგისტრაციის ბმულს ვიდეოს აღწერაში დავტოვებ. ციფრული დროპშიპინგის აკადემიაში თქვენ მიიღებთ დეტალურ ვიდეო გაკვეთილებს სამუდამო წვდომით. ციფრულ პროდუქტებს გადაყიდვის ლიცენზიით, 30,000 რილს კონტენტის დასადებად, რომელზეც დაგჭირდებათ მხოლოდ ტექსტების გადაწერა და აღწერების დაწერა.
200+ შაბლონი პროდუქტისთვის. პროდუქტის მაკეტები, როგორც მაგალითად ეს არის. პირადი მხარდაჭერა, გვაქვს Discord სერვერი, სადაც ინდივიდუალურად ვეხმარებით. და ასევე, ამ Discord სერვერზე იდგება ყოველდღიურად სიახლეები, საგანმანათლებლო პოსტები და რჩევები, რომელიც აგარიდებთ იმ შეცდომებს, რომელიც მე დავუშვი. თუ გინდა შემოგვიერთდეთ ციფრული დროპშიპინგის ბიზნესში, სადაც დაგვხვდება სისტემა, რომელიც მუშაობს, გადადი ვიდეოს დაბლა სარეგისტრაციო ბმულზე და შემოგვიერთდი. ეს არ არის სწრაფი გამდიდრების გზა, ეს არის გზა, სადაც აშენებ ჩვენს ბრენდს ეტაპობრივად, აჟიოტაჟის გარეშე.